გამარჯობა მეგობრებო, დღეს სტუმრად ვყავს ქალბატონი მაია ნიკოლაიშვილი. ქალბატონო მაია, მოგესალმებით და აღდგომის დღესასწაულს გილოცავთ და მრავალს დაესწარით. თქვენც ასევე ქრისტე ასდგა ჭეშმარიტად. და მრავალს დავესწრო და ფარავდეს უფლის მადლი. ქალბატონო მაია, 24 წლიდან ჯერ ესე თქვათ მონოვიდეოებს წერდი, მონოსტრიმებს ეძახიან. მე არჩევნები რომ მოახლოვდა, მე დავიწყე იმის კეთება, რასაც ეხაც ვაკეთებ და ნამდვილად ვერ წარმომედგინა უფრო სწორედ რომ 24 წლის სექტემბერში განწყობას ესე შევიცვლიდი 26 წლის მიმდინარე თვის ბოლოსკენ და გულისხმობ იმას რომ ნამდვილად არ მეგონა თუ ესეთი შეუნდგარი მინისტრთა კაბინეტი ეყოლებოდა ჩვენებურად რო ვთქვათ ბატონ ტრამპს და ტრამპზე რასაც საუბრობენ ეს ხო გასაგებია ნუ თავის ექსცენტრიულობით და ასე შემდეგ მაგრამ უცნაური ის არის ადრე ასე იტყოდნენ რომ ერთი დამრიგებელი როგორ არ არყავსო და შემომლაწუნებელიო და დღეს რაც ახლა უკვე შეჯომება კეთდება გინდა კეშპატელის გინდა პემბონძის ეს ჯვაროსანი თავდაცვის მინისტრის ჰექსეტის იქვე არ შეიძლება არ გავიხსენო კენედი, იმიტომ რომ რაც უფრო მეტად საუბრობს მედიასთან, მით უფრო არაადეკვატურობა ეთყობა ამ კაცს და აი ამ ფონზე ხდება ინტერვენცია ირანში და მე პოლიტიკური ნაწილი გვერდზე გადავდოთ, იმიტომ რომ ის კიდე სხვა თემაა. მე ვამბობ აი მართლა ფსიქოლოგიურ პორტრეტს დღევანდელი თეთრი სახლისა. რა სიტყვით ქალბატონო მაია და ამ კითხვაზე მე მგონი თქვენზე კომპეტენტური საქართველოში არავინ არის და ძალიან სურს ამ თემის თქვენთან განხილვა რა. ჩემზე კომპეტენტურები ამ საკითხში რა თქმა უნდა ბევრი იქნება, მაგრამ იმ ადამიანებს საუბარი არ უყვართ ეკრანთან რატომღაც თორე არიან კი რა თქმა უნდა არიან მე შევეცდები ხა ჩემი დანახული იმ ცოდნით რაც მე მაქვს თქვათ იგივე ფსიქოლოგიის და პროფაილინგის შევეცდები აი ამ თვალი და ამ პრიზმიდან შევხედოთ. იცით მარტო ტრამპი არა ცოტა წავიდეთ ცოტა უკანაც წავიდეთ და თუნდაც ბაიდენის მდგომარეობა რომელსაც თითქოს ვერავინ ვერ ამჩნევდა აი ხა მე მაქვს ერთი ექსპერტიზა რომელიც აი უბრალოდ პარალელს გავავლებ. როდესაც მიწერია რომ ვთქვათ 22-ში, 23-ში, 24-ში, 25-ში ადამიანი იყო უკონტაქტო ჩაძახილზე ახილდა თვალებს ასე შემდეგ. რატომღაც მე 26-ში იკითხება და ჩვენებას აძლევს და 27-ში ღამე უკვე ისევ ისეთი არის როგორიც იყო. აქ რა არიცით ადვოკატს უთხარი ნუ რა თქმა უნდა ეს წარმოუდგენელია, მაგრამ ვეცებ როგორ დავამტკიცო მეთქი. სამედიცინო დოკუმენტები. რითი დავამტკიცო მეთქი, რომ ეს მართლა სიგიჟეა. ბაიდენს რო უყურებდით, ნახეთ აბსოლუტურად გასაგები იყო რა ხდებოდა. ამას არავინ არ ამტკიცებდა. ვერ კი არა. მე თუ ის ვიჭრეთ როგორ დავამტკიცო, მაგრამ იქ არავის არ უნდოდა, არავინ არ უშვებდა იმას, რომ ის რაც აშკარა იყო, აი აბსოლუტური, კაცო ხა დემენცია ამაზე მეტი და კაცი ქმედუნარობა ამაზე მეტი, ქმედუნარობა რითი განისაზღვრება, მისი ქცევით, ხო? რა კოგნიტური ტესტები, რის კოგნიტური ტესტები ქცევა, რაც მას ჰქონდა ეს ტიპიური არაქმედუნარიანი ადამიანის ის იყო, ხო გადაადგილება, დახმარება, წაკითხვა, მე ხელმოწერაზეც დაიწყო. და ნახეთ, აი თითქოს ეს ყველაფერი გავიდა და მისი ვიცე-პრეზიდენტიც არანაკლები სხვათა შორის, ხო? იგივე დამოკიდებულება ალკოჰოლთან, ასე შემდეგ, გინებასთან, სიცილი მისი ესეც რაღაცა წარმოუდგენელი და იცით რა, უფრო ქვევით მივდივარ შვილი ბუში საქართველოში. აი ეგ რო წაიცეკვა, ნუ რაღაც არასერიოზულობა გამოგრთა, სუბუქად რო ვთქვათ და ნახეთ მიყვება, აი ესეთი და თითქოს ეხლა არის პიკი. ეხლა მართლა პიკი არის ამ ყველაფრის და ამას ვხედავთ ყოველ ნაბიჯზე და იცით როგორი არასერიოზული გამოჩნდა ეხლა ამ კონტინენტიდან დანახული. ეხლა თქვენ მანდ ხართ და მაინც
მიყვებით იმას, რაც გარშემოა, რასაც ხედავს საზოგადოება, ხო, მაგ სოულში ხართ, მაგრამ ხა შეხედეთ აქედან და შეხედეთ სხვა ტიპის, სხვა ცივილიზაცია, პრინციპში ცივილიზაციურად ჩვენ ძალიან გავსყოლდებით. შეხედეთ აქედან. ეს არის აი სრული სიგიჟე, მაგრამ ამ სიგიჟეს მარტო მან და არ უყურებთ, ხო? იგივე ჯონსონი, ლის ტრასი, ეს რა იყო? ან რა არის ეს საერთოდ, ხო? აი რა არის? მაკრონზე რაც არ უნდა ილაპარაკო, მაინც ამას ვერ იტყვი, ამ სისულელებს ვერ დააბრალებ, ხო? შეიძლება სხვადასხვა მიდან უკბინონ და დაარტყან, მაგრამ მას ვერ დააბრალებ. გერმანიის კანცლერებს შევხედოთ. აიცით რა არის, რაღაც ერთიანი ჯაჭვია და მართალი გითხრათ, ახლა შეთქმულების თეორიები ერთი პერიოდი, შეთქმულების თეორიებს აყვებიო, ითვლებოდა რაღაც ძალიან ისეთ ცუდ ტყნად რა, რომ არა შეთქმულების თეორია. ახლა დღეს დადასტურდა, რომ შეთქმულების თეორიები ზუსტადაც არსებობს და ეს ყველაფერი მართლა იგეგმება და მართლა ესე არის. ამაში უკვე დარწმუნებული ვარ და შეხედეთ ადამიანები, ვინც მოდის თითქოს სპეციალურად უარყოფითი სელექციით შერჩეული ადამიანები არიან რა და აქედან გამომდინარე არის ის შედეგები, რასაც ვხედავთ. ადამიანი, რომელსაც აქვს დაუშვათ იგივე მერკელი რო ყოფილიყო დღეს გერმანიაში, მე დარწმუნებული ვარ ევროკავშირის საქმე ასე არ იქნებოდა. ამაში დარწმუნებული ვარ, იცით? იმიტომ რომ ის არ იყო უსიტყვო შემსრულებელი, ის არ იყო მოძრაობნი ხალი იყო და კიდევ ალბათ ბევრი ვიზეც შეიძლება უკეთესი წარმოდგენა გვაქვს, სულაც არ იყვნენ ისეთები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აზროვნებდნენ, ხო? აი ხა რასაც ვხედავთ, არა დილით ერთ სიტყვის შუადღეს მეორეს, იქ ხა რუბენასული პატიოსანი გალები გონაო. ეს კაცი რომ დავინახე, ამ შავი ბოდიში და ნიფხვით. იქ ხო. ისინი ხავიაცვიებთ კი პირველი ეს ფონდა და ნუ აი პირველი ამაზე ვიცინე და მე უკვე მის თანამდებობაზე და მის ამ გახსნილ არ ვიცი ეს ხო და იცით რა არის ძალიან ცუდი ეს ყველაფერი რომ ამ ქვეყანას რომელსაც უზარმაზარი ძალა აქვს და უზარმაზარი საფრთხის შექმნა შეუძლია და ქმნის რომელსაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირება, სიცოცხლე ცხოვრება, მომავალი, ლამის მთელი ქვეყნების მომავალი ეწირება, ხო? და ამ გადაწყვეტილებებს იღებენ, მე კითხვა მაქვს, იღებენ ეს ადამიანები, მაგრამ რა არის ცინიკა, მე მაინც ვფიქრობ, რომ უბრალოდ ამ ადამიანებს რომ ვუყურებ, აი მე უკვე ჩემთვის დარწმუნებული ვარ, რომ ესენი არაფერს არ წყვეტენ. ესენი ჩვეულებრივი დასმული ადამიანები არიან, ჩვეულებრივი მარიონეტები, სხვანაირად წარმოუდგენელია. მაშინ თუ რეალურად ამერიკა იმართება ასეთი ადამიანებისგან, თუ ისინი მართლა თვითონ მართავენ, ამერიკა აღარ უნდა არსებობდეს რა. უკვე რაღაც კატასტროფა უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია ის, რომ უბრალოდ ასეთი ადამიანების საჭიროები არიან და რატომღაც მოდა შემოვიდა ასეთი ადამიანების და მართავენ სხვები. ეხლა იგივე სააკაშვილი, ხო? ვიცით რაც არის. ხო ვიცით ვინც მართავდა რა, იქ ბიძია მართავდა და იმის უკან კიდე სულ სხვა ადამიანები. როგორც ჩანს იგივეა, მე სხვანაირად ვერ წარმომიდგენია. თუნდაც იგივე ირანთან მართლა ცით მე მინდა და ამას დავამტვრევ, ხო? პატრა ბავშვის. ასე არ მგონია რომ ეს ასე იყოს, მე მგონია რომ უბრალოდ ძალიან ჩანს მარიონეტობა, უბრალოდ ძალიან ზედმეტად თვალშისაცემია. იმე ბაიდენის ამბავი ხო როგორ შეიძლებოდა რომ ამ ხელა ქვეყნის პრეზიდენტი ყოფილიყო აბსოლუტური ქმედი უნდა რო, ხო? მაგრამ ხო იყო. გასაგებია რომ ის იმართებოდა სხვების მიერ, ოღონდ არა მისი ადმინისტრაციის, არამედ სულ სხვა. ხო და აი რა ხდება აქ სხვა ვინ თამაშობს, ახან მახსენდება ცისკარა ფილმი, ქართული ფილმი ძველი გემახსოვრებათ. აი იცი დევები როგორ წყვეტენ ამ პატარა ადამიანების ბედს. აი ვინ არიან ის დევები მეთქი? მეც ახლა deep state-ს არ ვამბობ, მაგრამ ნუ ვინ არიან ისინი, ვინც რეალურად მართავენ მაგ უზარმაზარ ქვეყანას და ძალიან ბევრ ქვეყანას. ვინც აი ესე დევების დომინო, სადაც ირანის ომის მერე არაბეთის ნახევარკუნძულის ქვეყნები, აი ესე ამოტრიალდა
ერთ დღეში კოშკები დაიმსხვრა, კოშკები, მითები, მე პირდაპირ მნიშვნელობითაც კოშკები და გადატანითი მნიშვნელობითაც. შეიხები, რომლებიც ჩადიოდნენ იგივე ამერიკის პრეზიდენტებთან და რომელსაც აი ეს რევერანსებით ხვდებოდა პრეზიდენტი, რომელიც საჩუქრებით ბრუნდებოდა უკან და ამ შეიხების კეთილგანწყობა ძალიან ბევრს ნიშნავდა. და უცებ ეს ყველაფერი კარტების სახლი როა ძალიან მეყვარს ეგ სერიალი. აი ესე ინგრევა, აი კარტებისგან გაკეთებული, ან ასანთის ღერებისგან აშენებული სახლივით ინგრევა. და ფაქტიურად მთელი ეს არაბული ფუფუნება ფაქტიურად დაიმსხვრა და თითქოს როგორც თითქოს ერთი აკლია რომ აი ამ ყველაფრის ფონზე ვიღაცის ხარხარი გესმოდეს, სიცილი გესმოდეს რა. ესე გასამართლა ეს ხარხარი არის უბრალოდ ჩვენ არ გვესმის. აი ამას ვედა. ზუსტად. აი მე ხლა ჩემი ეს მცირე შესავალი ღიმილი დავიწყე, იმიტომ რომ ხანდახან მხოლოდ ეს რეაქცია მჩება, მაგრამ ნამდვილად არ არის ხა საღიმარო, მართლა ვამბობ ამას, იმიტომ რომ ამ ქვეყნის შიდა სტრუქტურულ სიმყარეზე არის დამოკიდებული მთელი მსოფლიოს ყოფნა არ ყოფნა. მაგაზე ხომ დავხვდებით და აი წარმოიდგინეთ, ეხლა აქ რო დადიხარ და აი ამ ქუჩებში უყურებ და ატყობ რა, რომ 4 ფეხას კამია და ამ დროს რაღაცნაირად ირყევა რა, თითქოს უნდა იყოს მყარა, თითქოს თვითკმარი სახელმწიფოა, თითქოს ხორბალის თავისი აქვს, ხორცი უამრავი, ბოსტნეული, ბახჩეული, ხილი, აი ყველაფერი აბსოლუტურად ძის პროდუქტი და რაც თავარია, ნავთობი და აირიც თავისი აქვს. თვითკმარი სახელმწიფო. და აქ არის ამდენი პრობლემა ყოფით დონეზე. ხა ეს სხვა თემაა, მაგრამ და ამ ყველაფრის შედეგად ხედავთ, როგორც საქართველოში, ასევე აქ მაცხოვრებელი ქართველები, რომ ირანში მოხდა ის, რაც მოხდა. ესეთი მინისტრები ყავს კაბინეტში და მე იმ სიაში ტულსი გაბარტი გამომჩა და რატო აქვს იმას მნიშვნელობა. სადაზვერვო ინფორმაციის ხარვეზზე არის უკვე საუბარი, არ ვიცი, შეიძლება გამართლება ის, რაც მოხდა ირანში. აი წარმოუდგენელი რამეა და გამახსენდა რუსეთში ის 100,000 კაცით რო აპირებდნენ მთელი უკრაინის აღებას და მე რო თქვეს, რომ სადაზვერვო ინფორმაცია იყო ისო რა ქვია, არასწორიო. თითქოს მე გამახსენდა ის რო ეჭირა სინჯარა. ხო, კოლინ პაუელი, ხო, კიდე რის საფუძველზე შეიჭრნენ ერაყში. ანუ ეს მე მგონი უბრალოდ არავით არის სადაზვერვო, ეს არის უბრალოდ მე როგორ გითხრა, გამართლება იმის, რომ აბა რა ვთქვა. ხო, აბა რა უნდა ვთქვა, ხო და აი ეხლა ყველაზე ცუდი მომენტი დგება, როცა ანალიზში შედიხარ უკვე პირველადი ემოციის მერე, ხო? ნუ ან გეტირება, ან იცინი, ან ამბობ, რომ ნუ ეს არის ობიექტური რეალობა, მაგრამ აი მერე და დგება ეს მომენტი, აი მერე რა იქნება. და 28 წელი 28 წელი ჯერ კიდე ჩვენ უნდა მივატანოთ რა, მართლა. და აქ მე არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ აი თქვენი აზრით მაინტერესებს. ტრამპი თავის ფსიქოტიპიდან გამომდინარე, ეხლა წავა სიტუაციის ფორსირებაზე, თუ ეს ის პიროვნება ზუსტად, რომ საჭირო დროს, საჭირო ადგილას, ესე ვთქვათ, შეანელებს ან დაარევერსებს, როგორც ახლა სლენგზე ამბობენ, ანუ უკანასვლას მიწევს. აი როგორ ფიქრობთ, აი ატყობთ თქვენ ამ რაციონალურ მარცვალს, თუ მართლა უკვე ბედიღვალზე ვართ? თვითონ მას იმდენად ყოფნის აი ეს რაციონალიზმი რომ შეცვალოს ხოლმე და ბევრჯერ შეუცვლია. მე ვთვლი, რომ ეს გარედან ზემოქმედება არის, იმიტომ რომ იგივე ირანის საკითხში იყო ესეთი ინფორმაცია, რომ შეიხებს ჰქონდათ საუბარი და ბევრმა უთხრა, რომ ამას ნუ გააკეთებ, იმიტომ რომ ირანის ომი გამოიწვევდა იმას, რაც გამოიწვია, ხო? მაგრამ ან არ იმუშავა, იმუშავა უფრო ძლიერმა. ანუ ვინ არის სუფლიორი? აი ამაზეა საუბარი. ის უკან იხევს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჩვენ არ ვიცით, ვინ არის სუფლიორი და რა გეგმები აქვს რეალურად. ეს არის მართლა ბოროტი ჯოკერი, რომელიც აი ესე თამაშობს ადამიანებით, თუ რაღაც დოზით მართავენ მართველები. არ ვიცით ეს, მაგრამ რასაც ვუყურებთ,
ნიკა ძალიან სახიფათო არის ახლა 21-შიო ნუ რუსეთმა გააფრთხილა ირანი რომ 21-ში იქნება უნდა ელოდონ ამერიკისგან დარტყმას სახმელეთო შეტევას და ასე შემდეგ. ხვალ გადის ხო ზუსტად მე ხვალ არის, კი. კვალიტურება 10 დღე ხო ის 10 დღე ხო 21-ში თითქოს ეს იქნება გააფრთხილა ოფიციალურად რომ ეს მოსალოდნელიაო. გამტკნარების სადგურები თუ რა ქვია სადგურები ალბათ. კი ხო სადგურები კი აი ამ სადგურებზე დარტყმებზე არის საუბარი და წარმოიდგინე ფიქრობდი და რა მახსენდება იცი როდის იყო აი რამდენი საუკუნე გავიდა კოლონიები რომელშიც ადამიანები იხოცებოდნენ და თვლა არ ქონდა და პრინციპში სულ ერთი იყო რამდენი დაიხოცებოდა აი იგივე ხოლერებისგან და რა ვიცი ყველაფრისგან ხო აი ეს წყლის გამტკნარების სადგური აი მე იგივე წარმომიდგენია ამის გაკეთება ეს ნიშნავს იმას რომ აი ფაქტიურად ჩინეთი ინდოეთი აი კოლონიური აი იმ პერიოდში დაბრუნება არის ანუ ადამიანების დაახლოებით აი ამ აღმოსავლეთის ვთქვათ ეს აღმოსავლეთის ხო ნუ არა ევროპის რა აქეთ აი ამის აღქმა ხდება როგორც მაშინ ჩინეთი და ინდოეთში და კოლონიებში როგორც აღიქვავდნენ ადამიანებს. იგივე აფრიკაში, როცა ადამიანის სიცოცხლე არაფერს არ ნიშნავდა, ღაზა სექტორში მომხდარმა ამბებმა ამაში დაგვარწმუნა, ხო? ეს აბსოლუტურად ერთ-ერთია. და ყველაზე ცუდი რა არის, რომ როგორ მოახერხა ანგლო-საქსურმა ცივილიზაციამ აი იქ ბრიტანულ კოლონიურ მართლ ფსიქოლოგიას დაბრუნებოდა. აი მე ეს მიყვარს. მე ამას ვერ ვიგებ და შეუძლებელია ჩემთვის ამის გაგება, იმიტომ რომ ადამიანს რომელსაც აქვს მუქი თმა და ჩვენ თეთრკანიან აზიელებს გვეძახიან რა ჩვენ და რუსებს პრინციპში. უფრო მუქი შეიძლება იქეთ არიან და თვალის ჭრილის მიხედვით როგორ შეიძლება ადამიანები აი ესე ანუ მე რა თვით ეს მონაიზაურა რო იყო იმას ვუყურებდი და აი დაახლოებით აი ამას ვხედავ იცით და აი კოლონიური აზია ხო აი ესე როგორ შეიძლება აქ დაბრუნებულიყო ეს ცივილიზაცია რომელმაც წინ იარა თითქოს ლიბერალიზმის ფუკუიამამ დაამთავრა კიდეც ისტორია რომ არ იქა უმაღლეს საფეხურზე ვართო და უცებ ხდება დაბრუნება და ჩავარდნა უკან ახლა თითქოს საინტერესო რა მოხდა აი მასის ფსიქოლოგიაში არის ესეთი საინტერესო ფენომენი. ადამიანი, რომელიც მასას წარმოადგენს, იქნება ეს, ვთქვათ, Facebook საზოგადოება, ან რაღაც აი ესეთი, ხო? მთლიანად იხსნის პასუხისგებლობას. ის არასოდეს არ გააკეთებს იმას ცალკე და აქ აკეთებს, იმიტომ რომ დელეგირებული აქვს თავის პასუხისგებლობა პირველზე, ვისაც ენდობა, ან ვინც აერჩია ყოჩად, ასე ვთქვათ რა. და ეხლა რა არის თვით აი ამას რო და მაგ დროს ხდება ეს მკვლევარები მასის მკვლევარები ამბობენ რომ ხდება რამდენიმე ფორმაციით უკან გადახტომაო უკან დაბრუნება და ჩვეულებრივ ინდივიდუალურ დონეზე რეგრესია ხდება და ჩადის უკან აი მასის ადამიანი რა და იმიტომ რომ წვავს ამტრევს და მკითხულობ რატო ამტრევ ხო არა იმას უკვე პასუხისგებლობა დელეგირებული აქვს სხვაზე და ის არასოდეს არ გააკეთებს მარტო იმას რასაც აკეთებს იქ და ორი საფეხურით მაინც ჩადის უფრო ქვევით და აი ამას ვხედავ ეხა ის ზუსტად იქ მივედი იცი აი ეს ანგლო-საქსურ ცივილიზაციას ვხედავ რომ თითქოს რამდენიღაც ფორმაციით უკან გადავარდა სხვა შემთხვევაში ღაზაში ამას არ ვნახავდით და ეს მშვიდად არ გატარდებოდა კიევო-პეჩორის ლავრაში რაც მოხდა ეს სხვა შემთხვევაში აი ის ევროპა რომელიც ჩემთვის მაგალითად სამაგალითო იყო და რომელიც მე მიყვარდა და მომწონდა და ალბათ ამ იდეალებზე ვზრდიდით თავს ბავშვობიდან კი არა აი უკვე შეგნებულ ასაკში უკვე ამ იდეალებს აი აქ ვარჩევდით რა რომელი უფრო მისაღებია და უცებ აი რამდენიმე ფორმაციით უკან სვლა აი ამას ვხედავ და როგორ გითხრა ხა ვისგან მოდის ვინ მართავს მე მაინც მგონია რომ აქ
აბსოლუტურად კულუარული მმართველობა არის ეს ძველი, ხა ტრამპის მოსვლის დროს ჩვენ საკმაოდ გარკვევით მივხვდით იმას, რომ ახალი ოლიგარქები, ძალიან ოლიგარქები პლუს ოლიგარქები რა რაღაც ესე იგი აღმატებული. მათ თითქოს მოინდომეს ძველებთან ჩაჯდომა, ჩაჩოჩება და ამის გადანაწილება რა. ჩვენ ესე დავინახეთ და პრინციპში ალბათ ასეც იყო. ამის მერე უკვე ესეც აირია ილონ მასკი გავიდა აქედან, ტაკერ კარლსონი გავიდა, მაგა თითქოს საერთოდ გვერდზე გადაიწია. რა ხდება? არ ვიცით რა ხდება და აი ძალიან გასაკვირია, იმიტომ რომ ის მაგა რითიც მოვიდა, იმას აბსოლუტურად აცდა, ხო? აბსოლუტურად აცდა ტრამპის მმართველობა და ამიტომ კიდევ ერთხელ მგონია, რომ ეს არის მმართველობა გარედან და თვითონ არ წყვეტს არაფერს, უკანაც დაიხევს, ხეზე ცავა, კარადიდანაც გადმოხტება, თუ პარტია უბრძანებს ამას, პარტიას ეხუმრობით ვამბობ რა. ხო, გადატანით მნიშვნელობით, კი ბატონო. გადატანით მნიშვნელობით. კი ბატონო. თქვენ რამდენად მართებულად მიგაჩნიათ საერთოდ ის განმარტება, რომ ეს ყველაფერი რაც მოხდა, ეს იყო ისრაელის მიერ ინიციირებული. ასევე განხილვის თემა ხდება უკვე ფართოდ მედიაში ბიბი ნეთანიაჰუს პიროვნების. არანაკლები ვიდე დონალდ ტრამპის. ყველა იხილავს, ვისაც არ ეზარება ლიბერალური მედია, კონსერვატიული მედია. და თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა, შესაძლოა რომ მართლა ერთმა სახელმწიფომ მეორეზე ამდონემდე მოახდინოს ფსიქოლოგიური ზოწოლა, ფსიქოლოგიურს ვახდენ. ის ეპშტეინის კონძულები შლეიფად მოყვება, ის კიდე არავინ არ ეცეს იმ კეისს კიდე რა გაგრძელება ექნება. ამდონემდე ფსიქოლოგიური ზოწოლა მოახდინოს, რომ აი ესეთი კონფლიქტი იქნეს წამოწყებული. მოდი დავიწყოთ პასუხი, ხა პირდაპირ პასუხი რა თქმა უნდა ძალიან ძნელია ვინმე მიცოდეს, ხო, ჩვენ ვარაუდობთ ახლა ფაქტობრივად. მოდით ვარაუდებით გავყვეთ. აი იგივე არაბული ქვეყნები. ბაზები კი ბატონო დაიბომბა ის ნავთობ ტერმინალები, გაზის გადამამუშავებლები, რომელთა მმართველები მე სხვათა შორის არ არის დიდი ხანია რომ ნახე ინფორმაცია რომ თურმე აი ამ არაბულ ქვეყნებში ეს მთელი სიმდიდრის თანამფლობელები ყოფილან ებრაელები. არაბული კაპიტალის. კი ბატონო. საემიროების. კი ბატონო. საემიროების. და ძირითადი არაბეთისაც. კი ბატონო. მთლიანად. და ვხედავთ რომ რაღაც შერჩევით მოხდა მათი დაბომბვა ირანის მხრიდან. და განადგურება პრინციპში, ხო? ეს ერთი. მოდით ახლა წავყვეთ ნეთანიაჰუს ერთი მინდა უბრალოდ ჩავსვა, რომ ნეთანიაჰუ და ზელენსკი ჩემთვის რაღაც ძალიან პარალელური ფიგურებია და ძალიან მსგავსები. ორივე კედელთან მიყენებულია, ორივეს აქ ნეთანიაჰუსთან ძალიან დიდია რელიგიური მდგენელი, ან თავშესაფარია მისთვის და ბოლო გამართლება, მაგრამ კედელთან მიყენებული კაცი როა, კედელთან რომ არის ფაქტია, ხო? ზელენსკი ზუსტად იგივე აღონთ მინუს რელიგიურობა. ზელენსკი რომელმაც ებრაელმა დაიფიცა ბიბლიაზე, ეს საერთოდ და ტრამპი რომელსაც ბიბლიაზე ხელი არ დაუდია, როგორც ვიცი. ესე ამბობენ. ამაზე ეს ანეკდოტი უნდა თქვა რა, უნდა თქვა ხალბატონო მაია რაბინოვიჩ, ვილი კრეს 16 მიწელი ტრუსე ნაძენზე. გენიალური. გადასარევი. ხო და აი აქ თუ გავყვებით ამას, რომ ვისი იყო კაპიტალი, ვინ მართავდა ამ კაპიტალს და ვხედავთ, რომ აქ საბოლოო ჯამში დიდი კაპიტალის მფლობელები შეჯახება არის აი ამ ნოხის ქვედა პატკავიორნე ბრძოლები, ხო? ან
აი ამას თუ შევხედავთ ესე არა, მაშინ უკვე გასაგები არის რომ თქვათ სიონიზმი და ქრისტიანული სიონიზმი პრინციპში ერთად არის. ეპშტეინი შეიძლება აქ არის კომპრომეტირების ერთი ჩვეულებრივი ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი რა თქმა უნდა. ამ ფაილებზე უფრო მეტი აქცენტი გაკეთდა ჩემი აზრით, ვიდრე სინამდვილეში არის მათი წონა, იმიტომ რომ მათ ასეთი და ამაზე დიდი კომპრომატები რა თქმა უნდა იქნება და მარტო კომპრომატები არა, ვისაც აუფეთქეს ის ყველაფერი. ყველაზე დიდი კომპრომატი და ყველაზე დიდი დასაცავი, რაც ადამიანს გააჩნია, როცა დიდბულში შევა, ჩვენ გონია ადრე ვფიქრობდით, რომ ფული თავისუფლების მომტანიაო და ფული გარკვეული რაოდენობის არის და მართლა თავისუფლების მომტანი, მაგრამ აი იმაზე მეტი უკვე საოცარი ბორკილია რა. ყველასთვის არავინ არ თქვას რომ ის ფულს მოერია, ხო? ფული გამოცდაა და ძალიან დიდი ბორკილებია, მით უმეტეს ასეთ სახელმწიფოებში. და მოდით აი ამ ხაზს გავყვეთ რა, ვარაუდის დონეზე გავყვეთ ამ ხაზს, რომ სიონიზმი და ქრისტიანული სიონიზმი 30 მილიონი ყოფილა ამერიკაში. ქრისტიანული სიონიზმის მიმდევარი. ჩემთვის ეს დიდი აღმოჩენა, რომ მე ჩემთვის საერთოდ ქრისტიანული სიონიზმი ეგეთი მცნებაც აქ აღმოვაჩინა ახლა ეს ბოლო 2 წელია. კი. ამ შემთხვევაში უკვე არავის შეშინება არ უნდა, ეს არის თუ ეს მართლა მათ უკამდგარი რელიგიური ფანატიკოსების ან ბოლო ამ სარჩულით მოქმედი, ან უბრალოდ ადამიანები, რომლებიც ამით უკვე თამაშობენ, იცით? იმიტომ რომ აი ამდენი ქვეყნის ესე აწეწვა, იცის კარას რატომ მაგონებს, ეს დევები არიან, თამაშობენ, იმას აგორებენ და ამ დროს ადამიანები პატარები დადიან. აი რაღაც ესეთი გრძნობა მაქვს, იცით? იმიტომ რომ ამდენი სიგიჟე ერთად არ შეიძლება რომ ხდებოდეს. იმიტომ რომ ეს სიგიჟე მართლა რომ იმართებოდეს იქედან, ვინც აი ამ გუნდების მონაწილეა, აღარ იარსებებდა ეს ქვეყნები, მაგრამ ესე ხო არ ხდება. აქედან გამომდინარე, უკვე ფიქრობ, რომ გასაგები აქ შეჯახება მიდის ქვევით, ჩვენ ხედავთ აისბერგის წვერს, ტრამპს, იმას და სინამდვილეში ეს არის. აი, უკრაინის ომის რაღაცნაირი შენელებული კადრი. ხო ფაქტია რა. ამდენი ხანი ოდესას თუ ვერ აიღებდა რუსეთი, მე ხო ვერ წარმომედგინე, ეს წარმოუდგენელია, ეს არ არსებობს, რომ ამდენი ხანი, მან როდესაც ოდესის მისადგომებთან პორტების ნაწილი დაიბომბა, რაღაცას ხელი არ ეხლება რა, ხელს არ კიდებს არავინ. აი, რა ვქნა, ესეც რაღაც ერთიანი, იცით რა, ფაქტია, რომ რაღაც გარიგებები მიდის, ჩვეულებრივ, როგორც საწყობში მისული შეიძლება სადაც ყიდულობენ ოპტამ. აი, ესეთი დონის გარიგებები, ოღონდ რა თქმა უნდა, სხვა დონეზე და აქ უკვე ეს ქვეყნები არის ის კამათლები, რომლითაც თამაშობენ. ვიღაცა არა დაიბომბება იმის, ვიღაცა ცუდად მოიქცა, კი ბატონო, დაიკეტება იმისთვის ავტობის ტანკერები და ასე შემდეგ. აი ამ იცით რა, ცოტა თითქოს არარეალისტურია, მაგრამ მე მგონი ყველაზე რეალისტური ეს არის. იმის აღიარებას, რომ ჯონსონი მართავდა, ან ლისტრასი მართავდა რამეს და ეხლა აი ეს გრძელნიფხვიანი კაცი სერიოზულად რამე წარმოუდგენელია რა გავაკეთე. თან ეს არის FBI-ის დირექტორია წარმოიდგინე. ხო და მაგას ვამბობ. მე მახსოვს FBI-ის დირექტორი იყო აქ ჩამოსული, აი მე გვარს ვერ ვიხსენებ. სერიოზული ხალხი იყო მე. ჩვენ ბარემ აქვე რომ პრეზუდენსა უსამართლობის პრეზუმცია რომ დავიცვათ, თუ როგორ არის გამართულად როგორ არის იურიდიულად? ხო, ეგ პრეზუმცია უდანაშაულობის ბოდიში. უდანაშაულობის პრეზუმცია რომ დავიცვათ, დაველოდოთ რომ რამდენად ეს ის არის ვიზეც ამბობენ. მაგრამ ნუ ყველა ლაპარაკობს უკვე ამას. ხა რუსული პროპაგანდას გაცდა, ეგ თვითონ ამერიკელები აჩვენებენ და რამდენადაც გულდასაწკენია, ეგ გულდასაწყვეტი არ უნდა იყოს, უკვე აქაც ხუმრობენ რა. ხუმრობენ არ ქვია, ღადაობენ, მოდი ესე ვთქვათ რა. ხო, ნუ ჩვენთან არ გასულა ეს, ჩვენთან ჯერ კიდე ყველაფერი გაბატონო მაია. ლუის ფრი, აი მახსოვს, ლუის ფრი იყო FBI-ის შეფი, თბილისში იყო ჩამოსული, სხვათა შორის ირბინა სანაპიროზე. დღეს რო ჰეიდარ ალიევის სანაპირო ქვია. ირბინა რატო? ივარჯიში, კი ხო და
და მთელი ზეიმი გქონდა სააკაშვილმა ლუის ფრი ჩამოვიდა და ეს იყო კოლონიაში ჩამოსული კი თეთრი ადამიანი ეს დიდი ბედნიერება იყო მაგრამ ხა ლუის ფრი ალბათ როგორ გაუკვირდა რომ ჩვენ შუბებით არ დავხვდით და ცხვირში უზანგით გაყრილი არა ხო კი იმიტომ რომ ყველა არწმუნებს რომ ესეთები არიან კი სამწუხაროდ რა არის ეს კომპრადორული ელიტა არ იცვლება ყველგან ინდოეთშიც, ჩინეთშიც და ყველა კოლონიურ ქვეყანაში კომპრადორული ელიტა ყოველთვის ერთნაირია და ყოველთვის ამბობს რომ მათ არ იციან აი თეთრი ადამიანის ტანჯვის არ იყოს ბრემა ბელოვაჩილაიტა ხო აი ტანჯვას თარგმნე არ ვიცი ტვირთი ალბათ ქართულად არ წამიგითხავს კიპლინგს საოცრად მაგარი საოცრად ეს უბრალოდ წავიკითხე როდის აი მეტყვი ჩვენთვის კიპლინგი იყო მაუგლი და დამთავრდა. კი, მაგრამ არა, სასწაული არის რა და იქ რომ მათ არ იციან პატარა ბავშვები ვით არიანო და შეიძლება მათ არ იცოდნენ მათთვის რა ჯობიაო და რამდენჯერ გამიგია მე და ჩვენი დღევანდელი კომპრადორული ოპოზიცია მათთვის ელიტა არა დღეს რას ამბობს რომ ჩვენ არ ვიცით მე და ჩემიანები აი ყველა ჩვენ ბნელები ვართ არ ვიცით რომ ჩვენი ხსნა ის არის ოღონდ რა არის ეს ჩვენი ხსნა ჩვენ არ ვიცი რა გჭირდება თურმე რა ჩვენ არ ვიცით რა გჭირდება სოფთა კიპლინგი ნუ აი ერთ-ერთი იმიტომ თქვი რომ ის როდის არის დაწერილი წარმოვიდგინე დაუყვავეო მოეფერეო არ შეუძლია სხვანაირათო და აი ზუსტად ეს არის და აი ამიტომ ვამბობ რომ ფორმაციით უკან დაბრუნება არის მეთქი აი ამას ხედავთ და რა ვქნათ რაც მე ძალიან ვაშფოთებს იმიტომ რომ ეს რაღაც წარმოუდგენელი იყო კი არ ნიშნავს რომ იტყვიან ხოლმე 21 საუკუნეში ამაზე უნდა ვსაუბრობდეთ აქ თბილისში იტყვიან ხოლმე და გამეცინება 21 საუკუნეში ის უნდა ხდებოდეს რაც ხდება ანუ წლების წინსვლა არ ნიშნავს განვითარების წინსვლას რა და პირიქით ფორმაციით უკან აი პირდაპირ ვამბობ რომ ფორმაციით უკან დავბრუნდით ანგლო-საქსონურმა ცივილიზაციამ სამწუხაროდ აჩვენა ეს ამ დროს ხედავ ირანის სერიოზულ მინისტრებს სერიოზულ ხალხს რომელიც სერიოზულად მეტყველებს თან მედიაშიც აქვთ გამოსვლები სერიოზული ხალხი მსჯელობს სერიოზულად გაოცებული ის გალიბოფმა გამაკვირვა საერთოდ რა. ნუ არაქჩი გასაგები იყო ხა საგარეო საქმეთა მინისტრია, მაგრამ გალიბოფისგან ესეთი მწყობრი და დალაგებული სახე როა და მგონია რომ ის არის დასავლური განათლების არა და ისაა რა ისლამთა გუშაქის წარმომადგენელია და მთელი ხო მაგრამ მეხუთე ადგილზე ყოფილა მსოფლიოში განათლების თვალსაზრისით ირანელი ირანი ხო მსოფლიოში მეხუთე ადგილზე ანუ ჩვენ ეს ჩაკეტილი ირანი ჩვენთვის იყო თურმე ჩაკეტილი თორე არაფერი ჩაკეტილი პირობითად რა ხო ჩვენთვის იყო ბნელი როგორც ბენზოკალონკა იყო რუსეთი და ეხლა გაიგეს რომ თურმე რაღაცას ყოფილა ხო და ჩიპები სარიცხი მანქანებიდან არ იღებს თურმე ჩიპებს რაც არ უნდა გასაკვირი ხო რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ზუსტად იგივე იყო ჩვენთვის ირანი დახურული ამ დროს ხედავ რომ თურმე თავის ქვეყნისთვის აი რამხელა რამეზე მიდიან თურმე განათლებული ხალხია თურმე საუბრობენ თურმე მედიცინას მაღალ დონეზე ყოფილა თურმე და აი ამას უყურებ და ხედავ რომ როგორი ეს ორსახოვანი იანუსის არ იყოს მსოფლიო რა უცნაური ყოფილა ის ვისაც ბნელად ხატავდა თურმე ჭკვიანი ის არის და სხვანაირად ახლა სპარსელების შთამომავლებია ამ ცივილიზაციას ვერც უნდა იყვნენ სხვანაირები და ის ვინც გეგონა ყველაზე ჭკვიანი მართვაში თურმე სამწუხაროდ პირიქით ყოფილა გავუტონ მაია თეთრ სახში კოლექტიური ლოცვა როცა იყო ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია მეც მახსოვს ტელევიზორთან რო ვიჯექი ფეხზე ავდექი თვალს არ უჯერებდი მართლა ვამბობ და მე მინდა ამის ფსიქოანალიზი გააკეთოთ ჩვენ კარგად ვიცით რომ ქრისტეს სახელით უამრავი ცუდი რამ მოხდა მსოფლიო ისტორიაში ინკვიზიციის პერიოდში ასე ამბობდნენ რომ ევროპაში ლამაზი ქალი არ დადიოდა ფაქტობრივად ყველა გაწყვეტეს ქრისტეს სახელით რამდენი ჯვაროსნული სვლა იყო
რამდენი სისხლი დაიღო არა. საექსპედიციო არმიები მიდიოდნენ და რა მოყვა მერე ამას, ეხლა ეს ჩვენი საუბრის თემა დღეს არ არის. და აი როგორ ფიქრობთ, აი ის რაც თეთრ სახში იყო, აი ამ ყალბ ჯვაროსნულ ომს დაემსგავსა და ქრისტეს სახელით აპირებენ უამრავ ცუდი რამეს გაკეთებას. და აი ამ ყველაფრის ფსიქოანალიზი მინდა რომ თქვენ გააკეთოთ, რამდენადაც შესაძლებელია, ბუნებრივია. ეხლა რასთან გვაქვს საქმე, ეს კონკრეტული რა იყო? ეს ფანატიზმიც აღარ არის, ისლამში გამიგია ფანატიზმი, ეს რაღაც სხვა რაღაცა იყო. ჩვენ ისლამური ფანატიზმიც კიდე სხვანაირად გვესმის, კი ბატონო, გეთახმებით, როგორ ჩანს. იმიტომ რომ ზოგადად რაც უფრო ჩავიხედავთ, აი დაფარულ ფარდის უკან რაც ჩვენთვის აშკარად დაფარული იყო, ჩვენ არ ვიმჩნევდით ირანს საერთოდ. აქვე იყო და არ ვიმჩნევდით და არც ვიცოდით თურმე. ეხლა ვიგებთ არა და ახლა ვიგებთ მე ის ქალბატონი რომ დავინახე, გვარი აღარ მახსოვს, ეს ქალბატონი რომ დავინახე, მანამდე იყო მისი სხვა გამოსვლები. აი მამაკაკი გეცოდინებათ, ხო, გარდაიცვალა ნათელში იყოს მისი სული. პეტებულის ლოცვას უკეთებდა აი ამ შეპყრობილ ადამიანებს. ეს ქალი თავისი მოძრაობებით, თავისი აი იქ რომ ყვირის მანამდე ეს მე იმას რო უყურე მე გავაგონდი, იმიტომ რომ ეს იყო ჩვეულებრივი, ეს არის ჩვეულებრივი შეპყრობილი ადამიანი, რომელსაც მართლა შეპყრობილია და მართლა შიგნით არის ის არ თამაშობს, ნამდვილად არ თამაშობს. და როდესაც აი ამდენი ადამიანი, რაც იქ ნახეთ ჩვენ, აყვება და ესე ხელი რო ქონდა დადებული, ვაიმე, აიცით რა დამემართა, რომ ანეკდოტი გამახსენდა რა ფსიქიატრიულში ვინც პირველმა ჩაიცვა ხალათი დირექტორიც ის არისო რა. ეს რას უყურებ? აი ეს იყო სრული სიგიჟე თან ამ ქალის მე რომ ნახე კადრები. აი როდესაც ამას აყვები, ეს უკვე მართლა უკან და ეს საოცარი რეგრესია ინდივიდუალურ პიროვნულ დონეზე და მასობრივ დონეზე ხო გენით ისევ ნახტომი უკან. ანუ ორივე პლაშტი აი ინდივიდუალურადაც და აი ამას რომ ეს რომ ვინმემ გააკეთოს ხო? არეთყვი წადი იმ კურნალია წახვალ უმკურნალებან გააგდე ბოლო-ბოლო ეს რა სიგიჟე ეს აჩვენეს, სოფლიოს აჩვენეს, ნო? წარმოიდგინეთ, რომ რამდენად კრიტიკა ნაკლებია და არ არის თვითკრიტიკა, რომ ვერც მიხვდნენ, რომ ეს იდიოტიზმი აბსოლუტური, ნუ არ ვიცი რა, როგორც აღიქვა ყველამ ისე როგორც უნდა აღიქვა, ხო? სხვანაირად ამას ვერ აღიქვა. და ამ ქალის გამოსვლები, ეს შეპყრობილი ქალი, ხო? აი ამაზე რა შეიძლება ითქვას? და როდესაც ამას თან აჩვენებ, თან ის რო იყო ტრამპის ქრისტეს იმით რო იყო და მე მკურნალი ვარო, ეს ხო საერთოდ და უკან სამი ის მოდიოდა აპოკალიფსის რაიდების სტილში. ეს არა, ამიტომ ვამბობ, რომ შეიძლება ჩვენთვის ძალიან რა ვიცი, რაც უფრო დაბალი განვითარების არის და განათლების ადამიანი, მით უფრო ნაკლებად აი ესეთ სექტანტურ, აი ესეთ შეპყრობილი ადამიანების გავლენების ქვეშ ნაკლებად ექცევა. როგორც ჩანს, მათი საქმე ბევრად უფრო ცუდად არის ინტელექტუალურად, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია, რატო იცით, ჩვენ ხო მაინც მიჩვეულები ვართ, რომ სკამს პატივს ვცემთ. იმ სკამზე, რომ იდიოტი შეიძლება იჯდეს. ეს ჩვენ აი იქ რო ზის, უკვე პატივს ვცემს საზოგადოება, ძალიან ხშირია ეს. და იმ სკამზე იჯდა აბსოლუტურად ქმედუნარო ადამიანი და იმას იღებდა ამ ხელა საზოგადოება და მეორე ზის ეს მართლა კატასტროფაა, ნიკა მას რო შევხედოთ. მეორე თუნდაც ის რაც კაბინეტში ხდებოდა აი ამ ეგრეთ წოდებული ლოცვის დროს, ესეც მიიღო საზოგადოებამ და უცებ ცოცხით არ გამოვარდა ხალხი და წადით შეშლილები ხარ თუ არ უთხრა. და ეს გრძელდება. და ამას რაც მოყვება და რასაც ხედავთ, ხო? არ ვიცი, აი ეს ხო გენო, ეს არის საოცარი, როგორც ჩანს. ყველა საზოგადოება იმსახურებს იმ მართლობას, ყავს ის მართველი, რასაც იმსახურებს. მართალი გითხრა, აი მე რომ ვუყურებდი ამერიკულ საზოგადოებას, სადღაც 2000-დან 2002-2003 წლებში, 1 და 3 წლებში. 4-ჯერ მომიწია, საკმაოდ საშუალო ფენა არის, ხა ჩემი კოლეგები, მაინც ეს საშუალო ფენა, ეს არ არის ბიზნესმენები და ეს არ არის
ის ხალხი, მაგრამ ინტელექტუალური ფენა, ხო? მე როდესაც დავინახე საოცარი ცალმხრივობა და შიში, რომელიც არსებობდა ამ საზოგადოებაში. პირიქით მეუბნებენ ვაიმე თავისუფლება. არა, მე დავინახე ძალიან დიდი შიში. შიში დავინახე იმის, რომ დაუშვათ პოსტსაბჭოთა სივრციდან წასული საჯარო სამსახურში მომუშავე რუსულად დაგლაპარაკებოდა, როცა რუსეთში დაიბადა, გაიზარდა, ვერ დაგელაპარაკებოდა. მე პირველად აი მან გამაოცა. როცა ვნახე ეს საოცარი შიში, როცა ვნახე დაუშვათ როდესაც სასტუმროს კაფეში შეხვედრა მქონდა და უცებ მეორე დღეს მეუბნებიან, ხო, იგუშინ შეხვედრა მქონდა, კი ბატონო, შეხვედრა მქონდა. ოღონდ ვისაც ვესაუბრებოდი რუსული კი იცის, მაგრამ აქაურია. აი ეს რო დავინახე, მაშინ მე ვხედავდი იმ შიშს და მოწესრიგებულობას კი არ ვაბრალებდი იმას, რომ ღამის 2 საათზე წითელზე არ გადავიდოდა ადამიანი, მე რა ქუჩაც არიელია. ზოგი იფიქრებს, რომ როგორი კანონმოშიში. არა, ეს შიში, რომ შემდეგ დაგხვდება სადღაც და ვერ ვიხსენებ ავტორს ძალიან კარგად ამერიკულ საზოგადოებაზე. გადასარევი წიგნი იყო, წავიკითხე რუსულ ენაზე და აი ყველაფერი დავინახე ის, რაც ვიეჭვე, რომ აქ ესე არის მეთქი რა. ის თუნდაც კორპორატიული მართველები, კორპორატივები, წასვლა დასასვენება, თუ როგორი ქსელი იქმნება, რომლიდანაც ადამიანის გასვლა მთლიანად ცხოვრების აწეწვას ნიშნავს. და რით განსხვავდება ეს საბჭოთა აი საშინელებას, რომელსაც ამბობენ, მე არ მოვსწრები ვარ საშინელებას. ჩემ დროს საკმაოდ საბჭოთა პერიოდი, ჩემი საბჭოთა პერიოდი საკმაოდ ლაღი და ხალისიანი იყო რა. მაგრამ აი ის, რასაც ლეგენდად საშინელებას უწოდებენ. აი იქ რო შიში იყო, ეს რითი განსხვავდება? არაფრით. უბრალოდ იქ ადამიანებს ეშინოდათ, მაგრამ იცოდნენ რისი ეშინოდათ. აქ ეშინიათ ყოველგვარი განსხვავებული, სადაც მე ის გავიგე, რომ ლიფტში უცხო კაცი არ შემოდიოდა უცხო ქალთან, მე გავუგდე. და ეს ჩემთვის იყო ამოჩენა. რატო რომ შეიძლება აი ეს ცუდად შემომხედა, ცუდად ესა, ის რომ შეიძლება ქუჩაში ხალი რაღაცა წაიქცეს და შენ მანქანა გააჩერო, უკვე ცუდი ტონია. მე ამან გამოუგნა. და მე აქ დავინახე ტოტალური შიში, სახელმწიფოს მიერ დანერგილი. და ეს შიში მე ვამბობ, რომ რამდენი წლის 24-25 წლის წინანდელს. წარმოიდგინე, აი იმის კულტივირება როგორ მოხდა, ხო, ეს ხო გაძლიერდა. და საბოლოოდ დაუსვეს ამ ადამიანებს უარყოფითი სელექციით გამოყვანილი პოლიტიკოსები და ხმას ვერავინ ვერ იღებს. რამდენი ხანი არ ყვევდნენ ტრამპი, ბაიდენი ქმედუნარიანი არის თუ არაო? რამდენი ხანი არ ყვევდნენ იმას, რაც შავზე თეთრით ეწერა, ხო? თუ თეთრზე შავით იყო რა და გასაგები იყო. სოფლიო ხედავდა, ოღონდ იქ ამერიკაში ვერ ხედავდნენ. ტრამპის ქცევებს ყველა ხედავს, ამერიკაში ვერ ხედავენ. იმიტომ რომ უკან დაბრუნება არის, ხო გეტყვით, ერთით უკან წასვლა არის. საოცარი რეგრესია. ისლამური ფანატიზმი, თქვენ კარგად ახსენეთ, ჩვენ კიდე არ ვიცით რას ნიშნავს ეს ფენომენი რა არის, მაგრამ მე მახსოვს შაჰიდი ქალების გამოჩენა. ტელევიზორებშიც რო ჩანდნენ, ტელევიზიით რო აალოდა და გასაგები იყო და რო უსმენთ ეხა მით უმეტეს რო ვიხსენებ. იმის უკან იყო იდეა. ის რაღაცის გულისთვის წირავდა თავს. მოგწონდა ეს ჩვენ თუ არ მოგწონდა და აი წარმოიდგინეთ ეხლა რომ აქ მე არ მინდა მოხდეს ის რომ დაიწყოს ცივილიზაციური დაპირისპირება და ეს არ არის შორს ისლამურ სამყაროსთან. ჯვაროსნული ომები, მითო ახსენე და ეს რეიდები, ესე ვთქვათ, საექსპედიციო არმიები. თუ დააკვირდით, თქვათ, ისრაელის მიმართ ყოველთვის იყო საოცარი თანაგრძნობა, ზოგადად ებრაელების მიმართ. როგორ შეიცვალა ეს ყველაფერი? მე ძალიან ვცდილობ ჩემ შიგნით ებრაელ ხალხს არ შევეხო და არ გავცდილობ. როგორ ვცდილობ და როგორ ფაქიზი უნდა იყო, რომ მეგობრები მყავდა თბილისში, ხო? ხო და იცი როგორი ძნელია, როგორ შეიცვალა, ანუ რამდენი რამ გამომჟავდა და მით უმეტეს ახლა ისლამური სამყარო ძალიან რთული იქნება, აი მოყვება აბსოლუტურად, რომ ეგ ურთულესი თემა არის. და ძალიან რთული თემა. კი, და მაპატია, ფანატიზმი ახლა აი ის კაბინეტში ჩატარებული ლოცვა. ეს ხომ ფანატიზმი არ არის, ეს ხომ იდიოტიზმი იყო აბსოლუტური რა. აი ზუსტად სწორი განსხვავება გააკეთეთ, აი მე გუნდა მეტი.
თუ დაუშვათ შიში, აი როგორც შიში შევატარე, ნახე 37 წელში შიში რო იყო. მაშინ რო ამბობს ჩოფურაშვილთან ვიყავით წუხელ, შენზე ტირილით გასკდა არღანი, საკუთარ ძმასაც ვეღარ გაუმხელდა, რაც ჩაგროვილა გულში ბალღამი. ამას როდესაც ამბობს ტიციანი, ხო? აი ამას გრძნობ და იცი, რომ რა იყო და ის განცდის დონეზე იყო. დაგვრჩა ჩვენ განვიცით ამას, ანუ ეს გააზრებული იყო, შიში იყო, ხო, საკუთარ ძმასაც ვეღარ გაუმხელ. და აი ამას რო ვუყურებ, არა ამ შიშს, როდესაც უყურებ, რომ შენი პირველი პირები არიან აშკარად კრამით დაცურებულები და ვერაფერს ვერ ამბობ, იმიტომ რომ გეშინია, რომ ხოლ კრედიტი გაქვს, ბინა გაქვს დაკრედიტებული ის, ჯანდაცვა, სოციალური ყველაფერი, ამის გამო, ეს უკვე იდეის გამო კი აღარ, ანუ შენ კი არ იაზრებ, შენ უკვე მართლა თეთრი მონახარ. ოღონდ ეს ადამიანები სხვების დამონებაზე წავიდნენ, ფორმაცია ჩამოაგდეს უკან და თავის ქვეყანაში უკვე ყავთ უამრავი დამონებული, რომელიც ამაზე ხმას ვერ იღებს და ვერც ამოიღებს ვერასოდეს. რით ჯობია ეს 37 წელს მითხრა. იქ იდეა მაინც ქონდა. და პაულო იაშვილზე რო აქვს ტარიაჭა მოეშვით კარებს, მოეშვით კმარა, მე თვითონ სიკვდილი როგორ შპიონთა შეფი, შავი სათვალით და შავი კეპით მოადგა კარებს. მოეშვით კარებს, მოეშვით კმარა, მე თვითონ ჩემი ნვენებით. აი ეს ხო? მაშინ იდეა იყო, ის ადამიანები ჯერ მარტო ნახოთ მონანიება, ხო? ეს ხო ნამდვილად ესე იყო, არა? და იქ ხო მთელი რამხელა გორგალი იყო გრძნობების, კავშირების, შიშის შიშზე წასული ადამიანი, დამბეზღებელი, მერე მისი ბედის წერა როგორი ხდება, ეს მთელი აი საოცარი გორგალი არის. მაგრამ აი იქ შიში და მორჩა. შიში, იმიტომ რომ შემხმარა სამომხმარებლო საზოგადოება, ხვალ შენ კრედიტი არ გექნება, ქუჩაში გადარჩები და ასე შემდეგ. აი იმ ფანატიზმის შორის ესეთი ფანატიზმიც არის და ფანატიზმიც, შიშიც არის და შიშიც, ხო? აი შიში სხვათა შორის ირანელებმა ეხა შიშზე საერთოდ საოცრებაა ჩვენს, ხო ხედავთ? თუ რუსი ჯარისკაცზე ამბობდნენ რომ ზა სტალინა ზაროძინოო და ეს ცნობილი იყო და ვიცოდით, არა? და ეხლაც აჩვენებს აკეთებენ ირანელები ზუსტად. მოწამეობრივი სიკვდილი არის ღირსება, როგორც საბჭოთა ჯარისკაცებს. ეს საერთო წარმოუდგენელი არის. ქალები, კადრები ნახე, ქალები ავტომატებით. წარმოიდგინეთ, ხიჯაბები ახურავთ, რომლის უფლებებსაც იცავს თურმე და იქაურ ჰომოსექსუალებს იცავს თურმე ტრამპი. არიქა ხიჯაბები არ უნდა ატაროთ, დაჩაგრული და ქალი დგას და სიკვდილზე მიდიან, ხო? და ეს საოცრებად მათი შეკრებები მაშინ, როდესაც შეიძლება ყველა განადგურებულიყო. ხო, ბომბი ჩამოვარდნილი იყო იქ უბრალოდ. შიშის წინააღმდეგ, აი ეს ჩვენ დიდი ხანი აღარ გვინახავს რა. და ვნახეთ ესეც. ამ დროს შიშით იქ, აი, მაგიტომ ამბობ, შიშიც არის შიშიც. ფანატიზმიც არის და ფანატიზმიც, ხო? და არის რა ვიცი მიწის ყივილი არის მიწა შენი მიწა რომელიც გიყვარს ხო და არ გავცვლი სალსაკლდეებსა და ჩემი მართლა სალიკლდე მირჩევნია ხო აი ესა ჩვენ ამ ხალხმა და აქ გამოჩნდა აღმოსავლეთის მე გლობალურად ვამბობ აღმოსავლეთის სული რომელსაც არ დაუკარგია ესვი და რომელსაც სამშობლოა განსხვავებით 250 წლის ქვეყნისგან რომელმაც ეს არ იცის და იმიტოა იმის შიშიც კი სხვა სუნიაზდის იმის შიშს იმის რწმენასაც სხვა სუნიაზდის ფესვი არა აქვს და იმიტო აი ძალიან გამამარტივე მაგრამ მე ესე ვხედავ არა მშვენიერია მე ჩამონათვალე თავდაცვის მინისტრი როცა ტექსტი დაინიშნა მე ძალიან მომეწონა მოხარული ვიყავი იმიტომ რომ ყველას კარგად გვახსოვს ვინ იყო ბაიდენის დროს ხო? ასაკში შესული, შავკანიაზე არ მაქვს საუბარი, უბრალოდ და მერე რომ რაღაც ოპერაცია გაიკეთა და თურმე თავდაცვის სამინისტრო ორი თვის განმავლობაში იყო იმაზე თვითდინებაზე და უამრავი რაღაცა წარმოუდგენელი რამე ხდებოდა და დავინახე ახალგაზრდა კაცი 50 წლამდე შემართული, სიმპათიური, ესეთი ვაშკაცური გამომეტყველების და ღოის საოცრება გადის დღე და ყოველ დღეს აკეთებს უცნაურ განცხადებებს. მე ვიცი, მე საბჭოთა კავშირის ჯარი მაგ გამოვლი და მე ისტორიული ამონარიდები იყო იქ რაღაცები, როგორ
უძღვებოდნენ მინისტრები, სარდლები, საველე მეთაურები ომის წინ როგორი სიტყვით გამოდიოდნენ, მაგრამ რაც ბოლოს თავდაცვის სამინისტროში მან გააკეთა, აი ეს წმინდა წერილებიდან ამონარიდების სახით. და თან მე თეოლოგიაში ძალიან სუსტი ვარ და მე ამბობდნენ რომ ეს საერთოდ ის არ არის, რაც იქ წერია და ამას თურმე ქვედა რგოლის საველე მეთაურები ავრცელებენ ამერიკის შეერებული ძალების სტრუქტურაში. აი ვინც ახლა გემზეა, ვინც ავიამზიდზეა, ვინც უკვე ხმელეთზეა გადასული და აი როცა არ იყო მედია და ტელევიზია, ხო? რაც გინდოდა ეს უნდა გეკეთებინა, მაგრამ ამ ყველაფერს ხო ირანელებიც უყურებენ. ამ ყველაფერს ხო იგივე ამერიკელების ამჟამად პარტნიორი არაბებიც უყურებენ და წარმოგიდგენია რა არის? აი ამას ვეძახი მე თანამედროვე გიბრიდულ ჯვაროსნულ ომს. ესი არ ჩაივლის, ეს ცივილიზაციურ კლინჩს მაინც თანამედროვე გამოიწვია, არა. არ გაჩერდა. შევთანხმდეთ ეს დაბრუნება არის იქ, უკან დაბრუნება. უკან დაბრუნება, ნახტომი უკან. რაც მე მოვისმინე, გაოცებული უსმენდი, მე ტრამპაც ღმერთს უყარვართო და ღმერთმა ესე მითხრაო. ნუ ეს საერთოდ მე აი ეს რომ ბავშვმა თქვას კიდე ნუ არქი ვასწავლი რომ ესე არ არის და ღმერთი შენ ვერ დაგელაპარაკება და ვერ გეტყვის ან ნუ ბავშვს ვეუბნები რომ თქვა დედა ჩემი რომელიც გარდაიცვალა ის ვარსკვლავშია და ბავშვს ჯერა და ხან ხელს უქნებს ხან ფოტოს უღებს ვარსკვლავს მაგრამ მე მამა 6-7 წლის ბავშვზე ხო მაგრამ როდესაც ამასაკში უკვე ჩვენ არც ჩვენ მორწმუნეები ვართ ხო მე ვთვლი რომ მე მორწმუნე მართლმადიდებელი ვარ, მაგრამ აი ეს უკვე სექტანტიზმამდე მისული, ეს ფანატიზმი არ არის, ეს არის სექტანტობა. ეს არის სექტანტური აზროვნება, აი აზროვნების სტილს ქვია სექტანტური აზროვნება, რომელსაც ახვევ თავს ადამიანებს და აი საბჭოთა ჯარი ვახსენეთ, პოლიტრუკები იყვნენ და პოლიტინფორმაცია იყო და ეს მოუდმივი ვარჯიშივით იყო რა ეს. მაგრამ მაშინ კრიტიკულად ვუდგებოდით ჩვენ ამას ყველაფერს. კრიტიკულად ვუდგებოდით ყველანი. აი ინფორმაციას იგივე მცირებიცა მახსოვს რომ გამოვიდა და უნდა წაგეკითხა, მაგრამ ვიცინოდით, ხო? და სავალალო და საშიში რა არის? ყველაზე საშიში რომ იმაზე არიცინიან. არიცინიან. აი ეს არის პირველი სიმპტომი იმის, რომ საზოგადოებაში, რომელშიც დაინერგა ის განათლების სისტემა, რომელიც არის. და სხვათა შორის ბევრი ამბობს, რომ ამერიკული განათლების სისტემის ანალიზი გვსმენია, რომ საკმაოდ სავალალო არის ზოგადად, ხო? საკმაოდ ისეთი არ არის ის განათლება, ჩვეულებრივ საჯაროს გულისხმობ. მე საჯარო ასე უწოდებ. აკეორი უნივერსიტეტები ეს სხვა სამყაროა. სხვა სამყარო არის კი რჩეულთათვის კი ბატონო ძალიან ნიჭი რჩეულთათვის ოჯახით ან ნიჭით რჩეულთათვის ის სხვა არის კი ბატონო მაგრამ ჩვეულებრივი ეს არის საკმაოდ მოდი რა პირდაპირ თქვა გაუნათლებელი ძალიან დაბალი ხა მე ვარ ამის მოწმე 10 წელი აქ ვარ და უამროს ნახულობ ვინც იყო ჩვეულებრივ მუნიციპალურ სკოლებში ან სასწავლებლებში ვინც არის ფაქტობრივად იქ სწავლა განათლება არ მიდის ხო და ზუსტად ამის შედეგი არის ის რომ როდესაც ამას გეტყვიან რომ ღმერთმა მითხრა ესეო და მე ესე უთხარიო და ესე ვილაპარაკეთ მე და ღმერთმა მობილურითო ლამის ხო და აი ამას რომ მიაწოდებ ჯარისკაც და მას ის რომ კრიტიკული ვერ იქნება ამის მიმართ ხდები რა კატასტროფა არის და იცინებს ქვეყანა მაგრამ ცუდი რა არის რომ ის რომ ყველა იცინის ამაზე მათ ყურამდე ეს არ მიდის. ისინი ვერ აღიქვამენ, რომ ამაზე შეიძლება დასცინონ, იმიტომ რომ იმ წრეში აი ინტელექტის ეს დონე არის. ან სექტანტური აზროვნება არის. ეს არის კატასტროფა. რაც ილაპარაკა, მე რო უსმენდი და მართლა რომ აი ხო გეუბნები პასტორივით ხო აი ხო ნუ აი ეს იყო თანამედროვე პასტორები რო არიან ხოლმე ხალხტუხი და იმით რომ გამოდიან და აუდიტორია რო ყავთ რომ არხებიც არის ესეთი რაღაც განსხვავებული რაღაც მიმდინარეობები არის. აი ზუსტად ეს იყო რა მე სხვა ვერაფერ ეს ხო და თან იცი როგორ ამაზე კრიტიკა რო არ არის. აი მაგას ვამბობ და თან ფაქტობრივად იქიდან რა მონარიდებიც მოყავს იქ არის ძალადობის აშკარა მოწოდება. და ძველი აღთქმა ჩვენ ხო ვიცით რომ
სავსეა, მსგავსი რაღაცები. ახალი აქ თქმა, რატო დაიწერა, რატო რატო მოელოდა სამყაროს რატო იესო. მოყავს ის არგუმენტი? ძველი არ იყო მართებული ყველაფერში და იქ იმხელა სისასტიკეა, რომ ამ სისასტიკის ფრაზებით ამბობენ, ხვდებით? ხო, მაგრამ რა რიცი, აქ არგუმენტები უძლურია, იმიტომ რომ ლოგიკური არ არის მათი ქცევა, გონივრული არ არის მათი ქცევა. იმის დამწერი. ზუსტად. ხო და იმის დამწერი, ვიღაცამ ის დაუწერა, ხო? ვიღაცამ დაუწერა ეს, ხო? და წარმოიდგინე, ამან ხო რამდენიმე ცხრილი გაიარა. აი უბედურება ეს არის რა. ან არ ვიცი, ნუ თუ ესე გაწირულია ხალხი, რომ უბრალოდ ვერ ხვდებოდა რომ გწირავენ. ნახეთ როგორ არის კაბატონო, მე ჩემს შირს გამოვთქვა ხა ყველაზე ესეც საფუძვლიანს. ეს რაც შეეხება საგარეო ფრონტს და თქვენ ამერიკაში ნამყოფი ხარ და გამიგებთ მე ხარ რასაც ვიტყვი. აქ რო ანტაგონიზმია შიგნით ამ 400 მილიონიან სახელმწიფოში 350 იყო 100 წლის წინ პირობითად ეხლა ძალიან ბევრი არიან იმიტომ რომ აღურიცხავია ვერავინ ვეღარ აკონტროლებს ამ იმას მიგრაციას აქ რო შიდა ანტაგონიზმია თუ ხო კარგად იცით და აი არათეთრი გარემტერი მონაგონი იქნება აქ როცა ხელისუფლება შეიცვალა და ხო შესაძლებელია რომ სხვა ფორმაციის ადამიანი მოვიდეს აქ იცით როგორი ანგარიშწორება იქნება იმ თეთრ ეგრეთ წოდებულ მე ხო ბიელემი ხო გამოვლილი მაქვს თავიდან ბოლომდე და ნახე ხო ჩემს ზურგზე ვერ ვიტყვი მაგრამ ჩემ მანქანაზე ვიგზენი ეს ყველაფერი და აი წარმოიდგინეთ 28-ში ხდება სასწაული და მოდის სხვა არ ვიტყვი ახლა რომ პოლიტკორექტული რო ვიყოთ ეს ხო ყველას ახსოვს რომ ეს არის თეთრი კაცის დომინაცია დომინანტი რასაც ბაიდენმა თავის დროზე ძალიან ცუდი საფუძველი ჩაუყარა კიპლინგი რა კიპლინგის აი ზუსტად ეს არის რა და აი წარმოიდგინეთ იცით როგორ მოტრიალდება ყველაფერი მე BLM-ის დროს ნამყოფი ვარ თეთრ გოგოებს თმებით ათრევდნენ ქუჩაში და გამომსარჩველი არ იყო აი ხალხი იდგა და ტელეფონით იღებდა რომ მე კონტენტით ფული გაეკეთებია აი სად არის დაცემული საზოგადოება ერთი გამომსარჩელი არ იყო ჩემს გარშემო არ მოხდა ეს ძირად მანჰეტენზე ხდებოდა და სხვადასხვა შტატებში ხდებით მეტროებში და ეს უარესი ფორმით დაბრუნდება და აი ნუ თუ ამას ვერ ატყობენ ან მართლა ხო არ წარმოუდგენიათ მართლა ხომ არ მიდის იქითკენ ხო არ მიდის რომ ესეთი აი ამ წუთას თქვით ხო იმის დამწერი იმან ხო წაიკითხა როგორ თქვა მუდმივ მართლობაზე ხო გამორიცხულია ხო ამერიკაში ყოველ შემთხვევაში მუდმივ მართლობა ვერ იქნება აი ეს კაბინეტში ლოცვა აი ეს სიტყვა ეს ხო დაწერილია ეს ხო სპეციალურად გადმოსცეს კაი ის გრძელნიფხვიანი კაცი იმას არ უნდოდა ისე ჩაუწერეს მაგრამ ეს ხომ თვითონ გადმოსცეს ანუ ცენზურამ გამოუშვეს საზოგადოება ხვდებით აი ფილტრაცია გაიარა ხო რამდენი სტაციას მით უმეტეს ამერიკული ბიუროკრატია ნუ ეს ხო საერთოდ კოშმარია ხო აქ რო ბუკვაედები არიან საბჭოთა კავშირი მონაგონი კი, ნამდვილად. და სხვათა შორის როგორი ნელია ყველაფერი, მე მიყვარს და რამდენი რამე ითვლება იმათ საქმეთ, რომელიც აი საქმე არ არის რა. სრულიად სერიოზულად ვამბობ. დოკუმენტის შექმნაზე, ვთქვათ, შეიძლება იმუშაონ ერთი თვე, რომელიც გაკეთება შეიძლება 1 საათში. აი უბრალოდ 1 საათი შეიძლება. და როგორ მიდის ამაზე, აი თითქოს რაღაც ისეთი სერიოზული, არა გაოცებული ვიყავი ხოლმე რა. გაოცებული ვიყავი ხოლმე. რომ ნუ თუ ამას ეს დაჭირდა ამდენი დრო? არა ნამდვილად. აქ მე ვიცი, იმიტომ რომ ეს რუტინა გავლილი მაქვს მე თავი. კი, არა, ვიცი მე. თქვენც იცით ეს რას ნიშნავს. მაგრამ მე რა მგონია, იცით რომ 28 წელს შესაძლოა რომ ყველაფერი განსხვავებული ფორმაციით მოbrunდეს და მე ეს მაშინებს და სიმართლე გითხრათ, სანამ ეს პროცესები დაიწყება, მე ისი საშიშროებაც ახლა გამოხატე, არ ვიცი, შეიძლება ჩემი შიშები ან ჩემი ფანტაზია, მე იმედი მაქვს, რომ მაგ დროისთვის საქართველოში ვიქნები. დიდი იმედი მაქვს, ამათ მიხედონ თავის თავს, მაგრამ მე მინდა ჩვენი საუბრის აი ბოლოსკენ
ყველაზე მნიშვნელოვან თემას მინდა დავუბრუნდეთ. როგორ მოახერხოს ქართველმა ადამიანმა ან ქართულმა საზოგადოებამ, რომ პირობითად თუნდაც თეთრი, მაგრამ მეორე ხარისხოვანი სტატუსის ჩამოშორება, რომ აღარ იყვნენ ჯო ვილსონები, აღარ იყვნენ კუბილიუსები, აღარ იყვნენ ივანოვები, პეტროვები და ასე შემდეგ. არის ამის საშუალება, რა გადაუარჩვენს ჩვენ? რო იცოდე, რამდენი ძალისხმევა დასჭირდა იმას, რომ განვითარებადი სტატუსში ჩავარდნილიყავით. ანუ ზევიდან ქვევით. იცი რა მხოლოდ ძალისხმევა დასჭირდა ამას და რამდენი იწვალეს ამისთვის, რომ ჩვენ განვითარებადი ქვეყანა დაგვრქმეოდა, განვითარებულ ქვეყანას რო დაგვრქმეოდა განვითარებადი. აი ამისთვის ძალიან დიდი შრომა იქნა გაღებული, იმიტომ რომ ამას მოყვებოდა დიდი ფული და მოყვა დიდი ფული, ჩვენ კანონები მივიღეთ, რომელიც აბსოლუტურად აი სხვა საზოგადოებისთვის არის და არა ჩვენი საზოგადოებისთვის, მაგრამ ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ ეხლა ნელ-ნელა ვუახლოვდებით იმ საზოგადოებას, თუ აი რაღაც გარკვეულ ნეგატივისტურ ნაწილს შევხედავ. აი იქაც დაახლოებით ის არის, რაზეც ჩვენ საუბრობდით, აი ამ წუთას რაზეც საუბრობდით. თუ იმ საზოგადოებას შევხედავთ, ის მართლა განვითარებადი არის რა, აი რასაც თქვათ ოპოზიციაში უყურებ, მართლა განვითარებადია, მაგრამ მეორე ნაწილი საზოგადოების დიდი ნაწილი სულ სხვანაირია, ხო, რომელსაც ძალით აეკიდა ეს მეორე ხარისხოვანი. მაგრამ ამის ჩამოშორება, რა ვიცი, ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ ამისთვის, ნიკა. არაფერს არ ვაკეთებთ. როდესაც დაიწყო დაუშვა ჯერ კიდე ირანის ამბებამდე, არა, ჩვენ უკვე ვფიქრობდით იმაზე, რომ ეს ყოფილიყო ლოჯისტიკური ჰაბი, ხო? და ჩვენ იმის მერე რამდენი ხიდების, გვირაბების, რამდენი სპეციალისტი მოვამზადეთ. სადმე გავგზავნეთ? არა. ან პროგრამა შევქმენით, რომ ჩვენ ხიდები, გვირაბები, რკინიგზის, აი ამ სპეციალისტები გვჭირდება როგორც ჰაერი და ჩვენ ესენი აუცილებლად ჯგუფი უცებ უნდა შევქმნათ რაღაც, იმიტომ რომ იმას წლები ჭირდება მე სპეციალისტად რო დადგეს. ჩვენ ეს არ გაგვიკეთებია, ჩვენ ამისთვის არ ვემზადებით. სამწუხაროდ ჩვენ არ ვემზადებით ამისთვის და არ ვემზადებით, ეხლა მე დღეს გულის ტკივილით მინდა ვთქვა, იგივე განცხადებები საგარეო საქმეთა მინისტრის, ვისაც რას ვერჩი, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის, რომელიც აი ამ ადუღებულ რეგიონში ამბობს, რომ სანამ ეს არ იქნება, ამას ის რასაც ამბობდი 5 წლის წინ, რასაც ამბობდი 3 წლის წინ, დღეს აღარ არის ეს დრო, დღეს სხვა არის და საზოგადოებას აქვს იმის უფლება იკითხოს უსაფრთხოების რა გარანტიებს მპირდებით. ტრამპ-ტაუერი არ არის გარანტი. არანაირად არ არის. კი, კარგია და სასიამოვნოა, მაგრამ ტრამპ-ტაუერზე უფრო დიდი და უფრო ოქროთი მოვარაყებული კოშკები და ცათამბჯენები დუბაიში სად არის? ხო? რა მოუვიდა? დაიწყო. აღარ არის ალბათ. ამერიკული ბაზები იყო, არც იმათ არ ვერც იმან ვერ დაიცვა. და ჩვენ უსაფრთხოების რა გარანტიები გვაქვს და რატომ ხარ ესეთი ხისტი, ვის იმედად ხარ? განა ვამბობ, რომ არა თქო. მეც მითხარი, მეც გამაგებინი, ამ ქვეყანაში ვცხოვრობ, შვილები ყავს, შვილიშვილები, ნათესავები, ახლობლები, ეს ქვეყანა მიყვარს და გითხარი რა, რო არ ადუღდეს და რო არ გაცხელდეს ჩემი მიწა, რომელიც მართლა მიჩევნია მთელ, მან რო თქვა თუ რუსეთი არ იქნება, მაშინ რა საჭიროა, ხო? მაშინ რა საჭიროა სამყარო თუ რაღაც ესე. თუ საქართველო უნდა დაინგრეს, ოთარჭილაძეს ჰქონდა და თუ ურუქი უნდა დაეცეს, მეც და თუ ურუქი უნდა დაინგრეს, მეც დავინგრევი ურუქთან ერთად, მე მირჩევნია გულზე მეყაროს და არა ფეხქვეშ ურუქის ქვებიო რა. აი დაახლოებით ამ სტილში, ხო? არ მინდა ჩემი გაცხელებული მიწა ვნახო და გამაგებინე. ხო მაქვს ამის უფლება, რომ ვიკითხო. ამერიკელებზე ვამბობ, რომ რატო არ ეკითხებიან თავის მართლს თქო. ქალბატონ ბოჭორიშვილს ხო შემიძლია ვკითხო მე და უამრავმა ადამიანმა, მე ჩემ თავზე არ ვამბობ, მე იმ სეგმენტს წარმოვადგენ, რომელიც საკმაოდ ინტელექტუალური. რა გარანტია გაქვს? ვის იმედად ხარ? შვილო, მითხარი და კი ბატონო, გამიხარდება. თუ გარანტირებული ხარ და თუ იმედი გაქვს ძალიან დიდი დევის, მითხარი, ბედნიერი ვიქნები და უფრო მშვიდად დავაწყნარებ იმ ხალხსაც.
ვინც დღეში 10 ჯერ გეკითხება, რომ აბა გვეშველება რამე, როგორ ფიქრობ აქ რა ხდება? დავამშვიდებ და ვეთქვი. მაგრამ არ არის სამწუხაროდ ესეთი არ გვაქვს და აი ამიტომ ვარ ძალიან როგორ გითხრა? ძალიან ეხა გამახსენდა ეს ოთარჭილაძის ეს გილგამეშის სამი ფირფიტა და ცოტა შორის ირანელები ზუსტად ამას აკეთებენ, ხედა, მე მერჩევნია გულზე მეყაროს და არა ფეხქვეშ ურუქის ქვებიო და საიდან მოვდივართ ყველანი ერთი ცივილიზაცია ვართ, იქედან მოვდივართ ყველანი, ხო? და ქართველებიც ამ სტილის ხალხი ვართ, არავის შეეშალოს თუ 100,000 მოწამე ეს საუკუნეების წინ იყო, აი ეხლა პატრიარქის ამ ქვეყნიდან გაბრძანებაზე 100,000 მოწამეზე არანაკლები საოცრება მოხდა და სასწაული მსოფლიო ალაპარაკა ამან, იმიტომ რომ ესეთი რამე აღარ ხდება, ხო? ესე იგი ჩვენ იმის სულიერი ბაზა, რაც არ უნდა მატერიალურად ჩანდეს სული და ბაზა, მაგრამ ასე გამოხატავ. ჩვენ ესე იგი სულიერი ბაზა და რესურსი გვაქვს, ხო, რომ კიპლინგის კლიშეს გავსდე და მეორე ხარისხოვანი თუნდაც თეთრი რასა არ ვიყო და ვიყოთ სრულფასოვანი სახელმწიფო, საზოგადოება, შემდგარი ხალხი, განათლებული, ცივილიზებული, კარგი სპორტსმენებით, კარგი ხელოვანებით, კარგი მეცნიერებით და მაშინ ამის სტაბლეტი რა უნდა იყოს? ანუ შიგნით უნდა შევცვალოთ, ხო, ფაქტია რამე. ეხა ეს წინასწრის ფსიქოლოგიური კითხვაა, ზუსტად იმიტომ ვსვს რომ თქვენ რაშია საქმე, იცი? აი ეხა რასაც ამბობ, რომ განვითარებადი რომ წერია, კომუნისტური რომ ეწერა, ჩვენ ხომ მისგან მაინც თავისუფლები ვიყავით. ეს ხო შიგნით არ იყო. გახსოვთ ძალიან შიგნიდან მართლა თავისუფლები ვიყავით. ლექს ვისწავლიდით, აი ასეთი მხოლოდ ასეთი მწამს კომუნისტი. ეხაც მახსოვს. მაგრამ ჩვენ ხო ამაზე ვიცინოდით. ეს კი არა, დღეს პარტიას რო ამბობენ, სიტყვა პარტიას რო ამბობენ, მე ვიცინი. იმიტომ რომ ეს იქიდან წამომყვა. ვიღაცას გონი ეხა ზურაბიშვილისნაირ გაჭედილს, ასე ვთქვათ, ეგონება რომ აუ საბჭოთა დღესაც მეცინება სიტყვა პარტიაზე, გინდა რესპუბლიკური თქვი, გინდა დემოკრატები თქვი და გინდა ნებისმიერი სხვა აღარ დავასახელებ. ყველა პარტიაზე მეცინება, იმიტომ რომ გამომყვა იქედან და ჩემთვის არასერიოზულია ეს. ის არასერიოზულობიდან გამომდინარე. ეხლა მეორე, რასაც მეკითხები, ის რომ ჩვენ გამოვიდეთ ამ კლიშედან. მე მაგალითად ვთვლი რომ ამ კლიშეში ჩვენ არ შევსულვართ. ეს შევიდა ის ხალხი, შევიდა. მე მაგალითად არასოდეს არ ჩამithვლია. გულწრფელად გეტყვი, რომ თქვათ იმ ქვეყანაში სადა რომელიც ითვლებოდა აუ რაღაც ესე და ანუ ახალი კრემლი რო იყო, იგივე გოზდები, მე არ ჩამithვლია, რომ იქ დაუშვათ ჩემს საქმეში, შეიძლება ტექნიკა ბრწყინვალე ქონდათ, მაგრამ ჩემს სპეციალობაში ჩემზე ძლიერება არა. მე საკმაოდ კრიტიკულად უყურებდი და ბევრ რაღაცაში მithქვამს კიდეც და ვიცი რომ მართალიც ვიყავი. ანუ მე არ მიმიღია ეს. ამ კლიშეში არ ჩამჯდა და ქართული საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი ის ვისაც კრიტიკულად მოაზროვნე ქვია და დღეს რომ გამოთქვამს თავის აზრს. არა, ნეგატივისტები კი არა, ზუსტად აი ჩემნაირები, არა ნეგატივისტი, არამედ კრიტიკული აზრი. ქვეყნისთვის კარგი რომ უნდა, იმიტომ რომ ამბობს, თორე კი არ ცხელა და კი არ მცხელა რომ ვლაპარაკობ, ხო? აი ამ ადამიანებს არც უგრძნია თავი ამაში. უბრალოდ ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ ხელისუფლებებს სჭირდებოდათ რომ მოქცეულიყვნენ აი ამაში ქაღალდზე, როგორც კომუნისტები, პარტია კომკავშირი და ეს ქაღალდზე მოქცეული იყო ეს, იმიტომ რომ ამას ახლდა უზარმაზარი თანხები. ძალიან დიდი ფული ენერგეტიკაში, იმაში ეს ფული ნაწილდებოდა და 35 წელი ჩვენი ხელისუფლებები სულ ამას აკეთებდნენ. თუნდაც ნებისმიერი კონფლიქტებზე რო უამრავი ფული კეთდებოდა, თუ გარედან, თუ შიგნით რამხელა დახმარება იყო 2008 წელში, ხო, რომელსაც მერე ვინ ინაწილებდა, ხალხთან რა მიდიოდა და ვინ ინაწილებდა. ანუ ეს არის ის ჩარჩო, რომელიც ფულის კეთების გადასარევი ფორმა იყო. და ამითი საბჭოთა ადამიანებმა ეშმაკობით აჯობეს და მოწველეს. მოდი ვთქვათ პირდაპირ მოწველეს დასავლეთი რა, იმიტომ რომ იწველებოდა ეს დასავლეთი და მოწველეს. მაგრამ
საბოლოო ჯამში მივედით იქამდე, რომ რომის პაპზე მეტი კათოლიკე და ძალიან ჭკვიანი გვეგონა ჩვენი თავი. და დაწყებული შევარდნაძეს არც კუაგლდა, არც გონება და არც ეშმაკობა, ხო? მაგრამ სამწუხაროდ მათ მოუწიათ ისეთი ხარკის გაღება და ყველაზე დიდი ხარკი გაღებული აი ამის საფასურად, ჩემი აზრით ეს არის განათლების სისტემა. მე არაფერს ჯანდაცვას ხო მნიშვნელოვანია, მაგრამ განათლების სისტემას დავაყენებდი ყველაზე წინ, ჩვენი გაღებული ხარკი, ეს იყო ბოლონის პროცესი, განათლების სისტემა და სამწუხაროდ ამის შედეგად შეიძლება ჩვენ უფრო გვიან, მაგრამ თუ დროზე არ შევაჩერებთ, მივიღოთ აი ზუსტად ის, რომ ჯარისკაცს რო ეტყვიან, რომ ღმერთმა იცი რა პრეზიდენტს დაურეკა და ესე უთხრაო და იცოდე ჩვენ აი ჩვენ მალე ჩვენ ყავს ახალგაზრდობის გარკვეული ნაწილი, რომელიც კანონი არ წამიკითხავს, მაგრამ რუსულია. ბეწინააღმდეგები ხო? დაგვიჭირეს რუსულად, გვაჭამეს რუსულად, აი ეს უკვე დაახლოებით ეს არის. მაგრამ საბედნიეროდ ჯერ კიდე ცოტანი ყავს, მაგრამ ყოველდღიურად ჩვენ კარგავთ იმ ბავშვებს, რომლებიც მიდიან სკოლაში. საუბედურო ჩვენ დღეს, მიუხედავად იმისა, რომ გამოცხადებულია განათლების რეფორმა, ჩვენ კარგავთ ამ ბავშვებს. კარგავთ ბავშვს, რომელიც პირველ კლასში წავა, ქართულის ასოები არ იცის ბოლომდე და მეორე სემესტრში უკვე ინგლისურს აწყებინებ, წერას. ეს დაუშვებელია. შენ მას დედაენის განცდავს აი აქვე უკლავ და მეორე კიდე სხვა ენას აღარ უშვებ, იმიტომ რომ იქნებ მე მინდა ესპანური ვასწავლო, ან რუსული ვასწავლო. ვეღარ ბედავ, იმიტომ რომ ბავშვი ცოდოა, ხო, სულ დაიბნება. ანუ აი აქვე ჩაჭედე შენ ინგლისური, რომ სხვა არ შემოვიდეს. ხვდები რა ხელა, აი ამაში ძალიან ცუდი რამე დევს. როგორ შეიძლება პირველ კლასში უცხონას ასწავლიდე ბავშვს? ქართული არ იცის ჯერ, ვერ კითხულობს, ვერ წერს. ბოლომდე ასოები არ გაუვლია და ინგლისური შემოგა. პარალელურად ეს არის ყოველგვარი პედაგოგიური, ფსიქოლოგიური ყველაფრის დარღვევა არის. აი ჩვენ აი ეს ხარკი გავიღეთ და ხო გეუბნები მაკლიშეში არ მოვქცეულვართ, იმიტომ რომ ჩვენ ვეცინებოდა, ჩვენ საბჭოთა პერიოდშიც ქართველებმა კარგად ვიცოდით, როგორ ყოფილიყავით სხვაზე უკეთესად, ამის ეშმაკობა ყოფნიდა და ზუსტად აი ამის იმედად წავედით დასავლეთის მოწველაზე რა, ვთქვათ ესე, ნუ ეს იყო რა. და ბევრმა იხეირა და ფაქტიურად ამით მოდიოდა ძალიან დიდი ხანი საქართველო, ხო? თორე ჩვენ ახლა ჩვენ თვითკმარი არა ვარ და ჩვენ რას ვაწარმოებთ, ხო, გასაგებია, ხო? საბოლოო ჯამში რომ რაღაც გარკვეული პოლიტიკური პარაზიტიზმი იყო, რომელშიც ფულს ვიღებდით. ზუსტად იმაში, რომ ეუბნოდით იმას, რისი მოსმენაც მათ სურდათ, ამაში ვიღებდით ძალიან ბევრი ადამიანი ამაში იღებდა ფულს. კი ბატონო. პირდაპირ მნიშვნელობით, მაგრამ გოგონები ჩვენ გავიღეთ ძალიან დიდი ხარკი, ძალიან მძიმე და აი ამას თუ დროზე არ გამოვასწორებთ, ბოჭორიშვილი რას იტყვის, მაგას უკვე დიდი მნიშვნელობა არ ექნება, იმიტომ რომ ცოტა ხანში ვერავინ ვერ გაიგებს და დღეს საზოგადოებას ესმის ეს ყველაფერი და ეს უნდა აი ეს არის გადასარჩენი. ესე რომ მაკლიშეში არ შესვლა ნიშნავს რომ მანდ არ ხარ და მე მაგალითად არც როგორც რუსეთში არ მიგრძნია მონად თავი, ისე მეორე ხარისხოვნად არ მიგრძნია, როდესაც გავესაუბრებოდი იგივე ევროპაში, იგივე ამერიკაში ადამიანებს, რომლებიც საერთოდ გეოგრაფია არ იცოდნენ, მხატვრულ ლიტერატურაზე, სოფლიო ლიტერატურაზე საუბარი ზედმეტია. რა თქმა უნდა, მე ინტელექტუალურად ყოველთვის უფრო მაღლა ვგრძნობდი თავს და კლიშე არ მქონია და ეხლა ვხვდები, რომ ირანელებსაც ეს ქონიათ თურმე. ჩვენ ვთვლიდით საერთოდ სადღაც რაღაც, თურმე ისინი ზუსტად ესე უყურებდნენ, იმიტომ რომ იმათმა ხო იციან მათი განათლება, თავარი არის განათლება. თავარი განათლებას, ყველაფერზე მაღლა დგას განათლება. კი და ალბათ ირანელები ნამდვილად არ თვლიან თავს მეორე ხარისხოვან ერად, მიუხედავად იმისა, რომ ვინ როგორ უყურებს მათ. ყოველ შემთხვევაში ეს გამოავლინეს. ჩინელებს ის უკვირთ რამხელა თვალები გაქვთ რა უშნოები ხართო, ხო? ხო, ნუ კუნძულელ იაპონელებს საერთოდ ყველაზე მეტი უპირატესობის განცდა აქვს საერთოდ, წარმოიდგინეთ რა. ნუ ესე რომ ამას გააჩნია ჩვენ რითი მოვიტყუებ თავს და საიდან შევხედავთ, ხო? გააჩნია როგორ შევხედავთ, თორე სი ძინპინის გონება, ჭკუა დამჯდარობა, მისი სერიოზულობა, მისი როგორ გითხრათ, დახვეწილობა, თუ მანერები, თუ საუბარი, აი ის თელი ჩინური სიღრმე, რომელსაც ვერ ჩავწვდებით ჩვენ, ხო? და იმაზე ვინმე იტყვის, არა რა. შეიძლება ერი რაღაცა პერიოდი დააკაბალო, მაგრამ როცა მას 1000 წლეულების ფესვები აქვს,
თუნდაც კონფუცი ყავს, არ არსებობს რა იმას ვერა და იგივე სპარსელებს ვერა, ვერ არა, ვერ ძალიან ბევრი აქვთ. ჩვენ რამდენი მარგალიტი გვაქვს კიდე? და მე აქედან გამომდინარე, ზუსტად აქედან გამომდინარე და იქედან გამომდინარე, რომ მე განათლება მქონდა, ამიტომ არ მიგრძნია თავი არასოდეს მეორე ხარისხოვად. და თუ დაუშვათ ვიღაც არც უცხოეთში არ მიგრძნია, არც რუსეთში არ მიგრძნია, არასოდეს არ მიგრძნია. იმიტომ რომ აი ამის იმედი მქონდა და როცა ადამიანს აი ეგ ბექგრაუნდი გაქვს და თან იმ ხელა ფესვი გაქვს და გრძნობ ამ ჩემ ფესვს, მე არასოდეს ვერ გრძნობ მეორე ხარისხოვად. მახარებს თქვენი სიტყვები ქალბატონო მაია და მომეცა ახლა ოპტიმიზმი რომ ამ მეორე ხარისხოვანი მოწეპებული მაგრამ თავარია რომ ჩვენ არ გავითავისოთ და კარგია რაც თქვენ ბძანეთ ესე იგი ვისაც სურს ის იყოს და ვისაც სურს ატაროს კი ხო არა ვისაც სურს ატაროს ქემაის თუ ფულს უხდიან ამაში ისე როგორც სახელმწიფოს უხდიდან მაგრამ სარგებელი მაინც ნახოს სარგებელი კონდეს და თულან უაიკიდებს იმიტომ რომ ესე არ არის ნამდვილად არ არის სარგებელი მაინც ნახოს ქალბატონო მაია ძალიან დიდი მადლობა ამ საუბრისთვის იმიტომ რომ პოლიტიკური ანალიზის გაკეთება ძალიან ჩვენ ბევრ საერთო მეგობარს თხოვე ძალიან ბევრ კარგ ანალიტიკოს მაღალი ხარისხის და ეს ბოლო 2 თვეა ფაქტობრივად კვირა არ გავარო ძალიან რამდენიმე საინტერესო ინტერვიუ არ დავდო ჩემ პლატფორმაზე მაგრამ აი ფსიქოანალიზი რაც ალბათ ლოგიკური დასასრული იყო ამ ყველაფრის იმიტომ რომ ომი პათანატომია ვთქვა ხო აი იდეალური შეფასება მიეცი თორე პოლიტიკური პათანატომია ხო იმიტომ რომ პოლიტიკური ანალიზი გასაგებია გავიგეთ უკვე ყველა მაგრამ ეხა გამიჩნდა იმის მოთხოვნა რომ ამის უკან აი რატომ საადაი რა არის ხო და აი ძალიან სურდა რომ თქვენთან ეს საუბარი შემდგარიყო და დიდი მადლობა რომ გამომეხმაურეთ და დამწახდით და დიდი მადლობა ძალიან კმაყოფილი ვარ და თქვენს ნებართ ქალბატონ მაია ვინც ამ ვიდეოს ნახავთ ძალიან გთხოვთ რა თქმა უნდა ვინც იზიარებთ ქალბატონ მაიას შეხედულებას ძალიან გთხოვთ გააზიარეთ მოიწონეთ ეს ვიდეო გამოიწერეთ არხი და რა ვიცი ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ იშვიათია ესეთი ღრმა ანალიზი და მე მოხარული ვარ, რომ ერთ-ერთი ჩემს პლატფორმაზე იყო დღეს. დიდი მადლობა. ყოველთვის საინტერესო ხარ და არაორდინალური. ძალიან დიდი მადლობა, რომ ასეთი ხართ. და შეგიძლიათ ეს. ზუსტად ისე როგორც პირველ ხარისხოვან, ანუ აღმატებული ხარისხის ადამიანებს შეეფერებათ. დიდი მადლობა ამ კომპლიმენტისთვის. აბა დროებით ქალბატონო მაია. გაგაცანდებოდე დიდი მადლობა.